შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. მოგესალმებით მამა გიორგი, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ, სიკეთე მოგმადლოთ და გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. დიდი მადლობა. მამა გიორგი, დღეს ჩვენ საუბრობთ ესეთ თემაზე, ძალიან საინტერესოზე ვფიქრობთ, მშვენიერების ქრისტიანული გაგება. და აი ამ თემასთან დაკავშირებით მე რატომღაც გამახსენდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი რომანტიკოსი პოეტის სტრიქონები მშვენიერება ნათელია ზეცით მოსული, რომლით ნათლდება ყოველი გრძნობა, გული და სული. არ ვიცი, რამდენად რელიგიური და ეკლესიური ადამიანი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, თუმცა ამ სტრიქონებში მე მგონი ჩანს გარკვეულწილად ქრისტიანული გაგება. რა არის მშვენიერება და საიდან იწყებს ის დასაბამს? დიახ, ნამდვილად ნიკოლოზ ბარათაშვილი ძალიან დიდი პოეტია და თქვენს მიერ დასახელებულ, დამოწმებულ სიტყვებში სრულად საჩინოვდება სწორედაც დღევანდელი თემა ქრისტიანული გაგება მშვენიერებისა, ვინაიდან მშვენიერება ქრისტიანული გაგებით უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ადამიანის შინაგან მდგომარეობას და რა თქვათ გარეგნულ გარეგნობაც შედის ამაში გარკვეულწილად, მაგრამ წამყვანი და უპირატესი აქვს სწორედ შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა. ზოგადად ეს სიტყვა ძველ ქართულში სხვადასხვანაირად გამოითქმოდა და ჩვენ სწორედ ახლა ამ თემას შევეხებით. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ ის, რომ უზენაესი მშვენიერება თავად ღმერთია და ყოველი ქმნილება, რომელიც მან სწორედ მშვენივრად, ანუ კეთილად შექმნა, ეს სიტყვა გამოყენებული ბიბლიაში და ამასაც დავიმოწმებთ. რა თქმა უნდა, შემოქმედის მიერ შექმნილი ყოველი ქმნილება მასავით მშვენიერია. ვინაიდან ქმნილება ყოველთვის მეტყველებს თავის შემოქმედზე. აი როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მშვენიერებას ძველ ქართულად ძალიან კარგი ტერმინია კეთილ, ანუ კეთილი, ანუ კეთილი ერთი მხრივ ნიშნავდა ძველ ქართულში თქვათ შინაგან მდგომარეობას და მეორე მხრივ ასევე გარეგნულ სილამაზესაც. ბერძნულში არის კალოს, ზუსტად იქიდან არის აღებული კალოს ნიშნავს როგორც მშვენიერს, ისე კეთილს და თქვენ მოგეხსენებათ, როცა ღმერთი სამყაროს ქმნის, აი ყოველი ესე იგი 6 დღეში შექმნა ხო ბიბლიის მიხედვით ღმერთმა სამყარო და ყოველი დღის ბოლოს ასეთ აბოლოებს მოგეხსენებათ მოსეწინასწარმეტყველის მიერ არის დაწერილი დაბადების წიგნი, სადაც აღწერილია სამყარო შექმნა, ასე ბოლოვდება დაიხილა ღმერთმა რამე თუ კეთილ, ანუ თქვათ აი შექმნა ცის მნათობები ხო ერთ დღეს და ასეა დაბოლოებული და დაინახა ღმერთმა რომ ეს ყველაფერი მშვენიერი იყო, დაიხილა ღმერთმა რამე თუ კეთილ და ასე ყოველი დღის ბოლოს ასეთი ფრაზა ერთვის, დაიხილა ღმერთმა რამე თუ კეთილ. ბასილი დიდი, რომელიც განმარტავს თავის ცნობილ შრომაში 6 დღის შესაქმისათვის ხომილიები, იქ ბრძანებს, რომ დააკვირდით, ბრძანებს ბასილი დიდის მიხედვით, დააკვირდით, რატომ ამბობს ღმერთი ყოველი დღის ბოლოს ამ სიტყვებს, ვინაიდან ჯერ სამყარო დასრულებული არ არის, შესაბამისად ის ჯერ ვერ შეფასდება, მაგრამ ღმერთი მას უკვე აფასებს როგორც სრულყოფილ მშვენიერებას. და სხვადასხვა შესაძლებლად მოყავს ქანდაკება და ამბობს, რომ აი როგორც მაგალითად მოქანდაკე, რომელიც ქანდაკებას აგებს, მაგრამ ჯერ მას არ შეუნაწევრებია ნაწილები ქანდაკებისა და ჯერ თავი ცალკეა, ხელი ცალკეა, ფეხი ცალკეა, ჯერ ვერავინ იტყვის ეს ქანდაკება როგორი გამბოა, მაგრამ ღმერთი, რომელიც ყოვლის მჭრეტელია და მასში არ არსებობს დროითი გაგება, ის ჯერ არ სრულქმნილ სამყაროს უკვე აფასებს როგორც სრულქმნილს და ამბობს, რომ ეს სამყარო მშვენიერია ნაწილაკეობრივათაც და სრულათაც. აი უპირველეს აი ეს მშვენიერება ღვთისა, რომელიც კიდე როგორც უკვე აღნიშნეთ ქმნილებებში ასე ვთქვათ ქმნილებებში აისახა, ყველაზე მეტად აისახა ადამიანში. თავისთავად ცხადია, მოგეხსენება თქვენ რომ ღმერთმა ბიბლიის თანახმად მე-6 დღე შექმნა ადამიანი და როგორც აი გრიგოლ ნოსელი შესაქმისათვის კაცისა აქვს იცით თქვენ მას დაწერილი ეს ფუნდამენტალური ნაშრომი ადამიანის შესახებ, ის ამბობს რომ ადამიანი ეს არის სამყაროს გვირგვინი და თქვენ იცით რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, ხო? ხატება სწორედ ამ ხატებაში ბევრი რამ მოიაზრება, თქვა უკდავის სული, თავისუფალი ნებელობა, აი ამ ეს მშვენიერება სწორედ ადამიანში არის შთათესილი ხატისებრისად და
თავისთავად ცხადია ადამიანი რომელიც 64-ში ანუ თვითონ მას მშვენიერი იყო შინაგანათაც, გარეგანათაც და გარეგნულადაც და ხილვადადაც და გარემოც სადაც ის ცხოვრობდა ისიც ჩვენიერი იყო გულისხმობ 64-სეულ გარემოს. აი შემდგომ უკვე ადამიანის დაცემამ გამოიწვია ამ მშვენიერების შებრალვა კაცში და თქვენ იცით რომ ყველაზე მძიმე, აი მაგალითად ძალიან საინტერესო როცა ღმერთი, ანუ როცა დაეცა ადამიანი ცოდვით და ღმერთი ასე თქვა წყევლის დედაკაც, მამაკაც გველს აი ერთ-ერთი ფრაგმენტი არის იქ რომ ამბობს რომ ეკალს და ძეძს აღმოგიცენებ შენ მიწა. ეს ნიშნავს იმას რომ ამ მშვენიერ სამყაროში უკვე გაჩნდა პრობლემები, უკვე გაჩნდა ვთქვათ მოდით ესე ვთქვათ პრობლემაში გულისხმობთ რას თუნდაც სიმახინჯე, სიძნელე თუმცა აი ეს აქ უნდა კაცრად გავყოთ ერთი რამ რაც საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ცალსახად არის დამოწმებული რომ ღმერთს არანაირი ნაკლუევანება არ შეუქმნია. აი მაგალითად საუბარია სინათლესა და სიბნელეზე, ხო? სიბნელე ქმნილება არ არის. ქმნილება არის სინათლე. ბიბლიაში წერია თქვა ღმერთმა იქმნე ნათელი, ქმნა ბნელი არ წერი. სიბნელე რა არის? მოკლება სინათლისა. ისევე როგორც ბოროტება და სიკეთე ადამიანში ორივეა, მაგრამ ბოროტება ქმნილება არ არის. ბოროტება ეს არის მდგომარეობა, მოკლება სიკეთისა. ვინაიდან ზეკეთილმა ღმერთმა ადამიანი კეთილად შექმნა და სწორედ ეს სიკეთე და მშვენიერება თანაზიარია ამ შემთხვევაში ერთად მოიაზრება. აი დაცემის შემდგომ უკვე თუნდაც ადამიანის თქვენ იცით ყველაზე მძიმე საჯელი იყო სიკვდილი. და არის სიკვდილი, ხო? როდესაც ერთ უკვდავად შექმნილი ხორცის მათ შორის სული თავისთავად უკვდავია, მაგრამ ხორცის უკვდავად შექმნა ღმერთმა, ხო, თავიდან, მაგრამ ადამიანის არასწორმა არჩევანმა და ცოდვის ჩადენამ განაპირობა ის, რომ სული და სხეული გაყვერთვა ერთისაგან და სხეული გახდა რა, მიწაა და მიწადო იქცევა. მათაშორის აი წესის აგების მსახურებაში საოცარი სიტყვებია, აი მაგალითად ერთ-ერთი არის რომ აი მიცვალებულს მიმართავს სასულიერო პირი ამ სიტყვებით შვენიერებანი პირთანი დალპეს და სიჭაბუკისა ყვაველი დაალპოს სიკვდილმან და შემდგომ მე აგრძელებს რომ სად არის ის სილამაზე რომელიც ჩვენ ქონდა სად არის ის ადამიანები რომელთაც ჩვენ ურთიერთობდი სად არის ის პატივი და დიდება რომელიც ჩვენ ქონდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს სიკვდილი ასრულებს თუმცა ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა ცხადია ქრისტიანული თქვა სოფხედვა იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანის სული აგრძელებს შემდგომ თქვათ მარადიულ სამყოფელში ცხოვრებას. ანუ სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი არ არსებობს, ამ ყავი ბატონო არსებობს გარდაცვალება და ესეც დროებითი მდგომარეობა, ვიცით ჩვენ მოძღვრება მეორე მოსვლისა და მკვდართა აღდგენების შესახებ, როდესაც სულნი ისევ დაბრუნდებიან თავის სხეულში და სხეულები რომლებიც დღეს მიწად არიან ქცეულნი ისევ დაიტევენ და აღდგება ასე რომ ვთქვათ ის პირველადი მშვენიერება რაც ღმერთმა ადამიანში შთადო. მამა გიორგი აი ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ დასაბამს მშვენიერებისა. აი რომ განვიხილოთ და მეტად ნათელი იყოს ჩვენი მაყურებლისთვის ახლა ვინც ვიყურებს და გვისმენს რაში მდგომარეობს ქრისტიანული გაგება მშვენიერების ეს რომ როგორ უნდა გავიგოთ როგორც ქრისტიანული გაგება მშვენიერება. კი ბატონო, დიახ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ქრისტიანობაში მშვენიერება გულისხმობს საღვთო სიკეთეებს. ანუ ადამიანი აი თუ კი ჩვენ თქვით რომ დაირღვა სულისა და ხორცის თქვათ ერთობა, ანუ დღევანდელ დაცემის შემდგომ დროინდელ კაცობრიობაში შეიძლება ადამიანის სხეულებრივად ნახინჯი იყოს, მაგრამ ის იყოს მშვენიერი სწორედ თავისი კეთილსიკეთის და ღვთისმშვენიერი საქმეთა გამო. ან პირუკუს შეიძლება თქვა ადამიანი გარეგნულად ლამაზი იყოს და ორივე შეიძლება თქვა ასე შემდეგ. ანუ ადამიანის მშვენიერება უკვე ქრისტიანობაში განისაზღვრება მისი შინაგანი მდგომარეობით. აი ამის მაგალითს ჩვენ შეგვიძლია მოვიხოთ ძალიან კარგი მაგალითია სახარებაში, როდესაც იოსებ არიმათიელს რომელმაც გარდამოხსნა მაცხოვარი ჯვრიდან ეწოდება შვენიერი იოსებ. ასე პირდაპირ წერია სახარებაში იოსებ შვენიერი ეუსქემონ ასე არის ბერძნულში იქაც ნიშნავს შვენიერს. და აი თუ კი ამასთან დაკავშირებით განმარტებლების ასე ვთქვათ ერთობლიობას წარმოადგენთ, აზრი ასე ყალიბდება რომ აქ არ იგულისხმება მარტო ის რომ ის გარეგნულად ლამაზია, თუმცა გარეგნულადაც ლამაზი შესაძლებელი უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ის რომ იოსები იყო შინაგანად ჩვენიერი, ანუ მოწესრიგებული და საღვთო სიკეთეებით შემკული, რომ და სწორედ ამიტომ ინება უფალმა რომ სწორედ მას ego პატივი რომ გარდამოეხსნა
ჯვრიდან მაცხოვრის სხეული და დაეფლა აკლდამაში, საიდანაც ვიცით მე 13 დღეს აღდგა მაცხოვარი. ანუ ეს თუნდაც აი ეს მოცემულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ უწოდებს წმინდა იოსებს მშვენიერს პირველეს ყოვლისა მისი შინაგან სიკეთეთა გამო. აი ქართულ ჰაგიოგრაფიას თუ შევეხებით, ძალიან საინტერესოა შუშანიკის წამება ამ კუთხით. აი ჩვენ ეს უბრწყინვალე ძეგლი ჩვენი ლიტერატურისა, ჰაგიოგრაფიისა და ეკლესიისა უპირველეს ყოვლისა თქვენ გახსოვთ წმინდა შუშანიკის დედოფალი, რომელიც როგორც იაკობ ცურტაველი, ანუ ავტორი ამ წმინდა წიგნისა, ამბობს, რომ ის ძალიან ლამაზი იყო, თუმცა შემდგომ 6 წელი რაც საფუძვლებში იყო, კი ბატონო, დავწერია, რომ რა თქმა უნდა ის დაზიანდა სხეულებრივად, მაგრამ იაკობ ხუცესი ხასვავს მის შინაგან მშვენიერებას. ალბათ მწვერვალი ამ ნაწარმოების აი ჩვენს თემას რაც შეეხება არის შემდეგი სიუჟეტი, როდესაც აი ამ სწორედ 6 წლის შემდეგ იაკობ ხუცესი კიდევ ერთხელ მორიგად შედის საპყრობილეში, ესე იგი შუშანიკთან და შუშანიკ დედოფალს უკვე სხეული ულპება და მატლები და ეს ასე წერია პირდაპირ და მატლს აჩვენებსო იაკობს და უხარია რომ ეს მატლი მას ესება და იაკობიც კი მიხედავს რომ ბუდელია შეძრწუნდება და ამბობს რომ ეს რა თქმა უნდა შეცდომდება ამის გამო რადგან მიუგებს შუშანიკი რომ მას უხარია ვინაიდან ჯობია რომ ამ მატლთაგან იქნას დაჭმული ვიდრე იმ მატლთაგან რომელიც შეიძლება ადამიანს ოჯახში შეემთხიოს ანუ აქაც აი მე ერთგან წერს კიდე როცა აღწერს რომ ის იყო შეკრული ბორკილებით როგორც სამკაულებით ასეთი შედარება მოყავს იაკობ ხუცეს შუშანიკთან მიმართებაში. ანუ ყოველივე ეს ასაჩინოებს რას რომ შუშანიკ დედოფალი რომელიც სხეულებრივად მართალია დამძდა, მაგრამ სულით იმდენად გამშვენდა და იქ წერია რომ საპყრობილეშიც კი გაამშვენიერა ყველაფერი მისი მოღვაწეობით. აი ეს ცალსახად უსვამს ქრისტიანობის უმთავრეს იდეას რომ ადამიანის მშვენიერება ნიშნავს უპირველეს ყოვლისა მის შინაგან მდგომარეობას. აი ახლა მერთან მიმართებაში როგორ აღვიქვამთ ჩვენ ღმერთს და რა არის აი ღვთისხილვა, აი ძალიან საინტერესო გახლავთ. მაგალითად ფსალმში წერია ასეთ სიტყვები განიცადეთ და იხილეთ რამე თუ ტკბილარს უფალი. აი ფორმულირებას რომ დავაკვეთ ჩვენ ბასილ დიდი განმარტავს ამ ფსალმს განიცადეთ და იხილეთ. ზოგადად აი ყოფით ასპექტში როგორ არის. რაღაცა რომ ჩვენ განვიცადოთ, ჯერ პირიქით უნდა ვიხილოთ და მე განვიცით მას. აი მაგალითად კარგ ნახატი რომ შევაფასოთ, ჯერ უნდა ნახოთ ის და მე შევავ თუ ვერ ვნახეთ, ხო ვერ შევაფასებთ. მუსიკა რომ შევაფასოთ, ჯერ უნდა მოვისმინოთ, ლექსი რომ თქვა შევაფასოთ, ასევე უნდა მოვისმინოთ და ასე შემდეგ. მაგრამ უყურეთ ღმერთთან მიმართებაში როგორ არის, ჯერ ის უნდა განვიცადოთ და მე გავხვდებით მისი მხილველი. მხილველნი არა მატერიალურად მინდა რომ მატერიალურობა ღმერთს ერთ არ გააჩნია, არამედ განცდითად და სწორედ ეს არის ის მშვენიერება, რაზე ჩვენ საუბრობთ და აი ბასილ დიდი ამბობს რომ როგორც მე თქვენ რაც არ უნდა გესაუბროთ თაფლის სიკეთეზე ამბობს ის, მაგრამ თქვენ მაინც ვერ მიხვდებით თაფლს თუ რა არის, საბოლოოდ თუ თქვენ თვითონ არ დააგემოვნებთ მას, ასევე რაც არ უნდა გესაუბროთ საღვთო სიკეთეზე და მშვენიერებაზე და განცდაზე ღვთისა, თქვენ ამას ვერ მიხვდებით, სანამ თქვენ თვითონ არ ესე იგი არ იქნებით განცდელი ამ მადლისა ბრძანებს ის. აი სოფლიო ისტორიას რო გადავევალ, თვალე ძალიან საინტერესოა როგორ ვითარდებოდა ამ კუთხით სოფლიო აზროვნების ისტორია. აი გულისხმობ დღიდან ადამიანის დაცემისა. აი ანტიკური ეპოქა, თუნდაც ანტიკური ხელოვნება, ფილოსოფია, იქ დაბრუნდა ეს თქვენ იცით ცნობილი, ასე ვთქვათ, პოსტულატი ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული ეს იყო. და ამის გამოვლენა იყო მაშინდელი ლიტერატურა, ხელოვნება, იულიუს იუვენალის სატირებიდან გახლავთ ეს სიტყვა, რომელიც შემდგომ მთელ ფაქტობრივად შეიძლება ასე დასათაურდა სრულიად ანტიკური ხელოვნება. ხო, წარმოდით ესე ვთქვათ, წარმართული ხელოვნება, წარმართული საზოგადოება, რომელიც მაშინდელი სოფლიოს უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა, ხო, ცალკე იყო ვთქვათ, მოსერჯულს დაქვემდებარებული ისრაელიერი, რომელიც ნუ ახლა რა თქმა უნდა სიმცირით იყო გამორჩეული დანარჩენ სოფლიოს საზოგადოებასთან. და ამის შემდგომ უკვე ნუ ქრისტე მოვიდა და ქრისტე ჩვენ უკვე საუბრობთ იმაზე, რომ ქრისტიანული გაგებით რა არის მშვენიერება, ხო, ვთქვათ, აი როგორ ამის დადასტურება თავად მაცხოვარი, რომელიც ჯვარს ეცვა და შეურაცხყვეს მისი სხეული საშინლად, მაგრამ აღდგა დიდებით. ხო, ანუ მან დაადასტურა ის, რომ ადამიანის თუნდაც გარეგნულად შეურაცხადი მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მის შინაგან მდგომარეობას და მან სიკვდილით დაანარჩა.
დაამარცხა. აი რო გავყვეთ თქვა ამ აზროვნებას რა მოხდა შემდგომ მერე თქვა იგივე რენესანსის ეპოქაში თქვა დღევანდელი ევროპის მასშტაბით არა რენესანსის ეპოქა რენესანსი თქვენიც და აღდგომას აღდგინებას განახლებას ნიშნავს ფაქტობრივად რენესანსის ეპოქამ ის ძველი ანტიკური ხელოვნება ტენდენციები ამიტომ ქვია მას რენესანსი რომ ის ძველი ანტიკური ხელოვნების ღირებულებები გადმოიღო და ცნობილია მაგალითად მიქელანჯელო ну რა თქმა უნდა აქ რაზეა საუბარი აქ რა თქმა უნდა ეს დიდი ხელოვნება ამაზე ორი აზრი არ არსებობს დიდი როგორც ისევე ანტიკური ხელოვნება თუ ლიტერატურა ასევე რენესანსის ეპოქის დროინდელი ხელოვნება უაღრესად დიდი ხელოვნება აქ არის სხეულის იდეალური ზომები მაგალითად ცნობილია რომ მიქელანჯელო გვამებს ყიდულობდა და შემდგომ მიქონდა სახელოსნოში და დეტალურად სწავლობდა ადამიანის ანატომიას და შემდგომ ეს სწავლება მას ასახული აქვს თავის ქმნილებებში განსაკუთრებით და არა მარტო ბიბლიურ ქმნილებებს გულისხმობს ჩვენ პიეტა მაგალითად არა როგორ გარდამოხსნის ღვთისმშობელი მაცხოვარს და როგორ არის შეძრწუნებული ის და აი სრული ტრაგიზმი ასახული მარიამის სახეზე იოანე ღვთისმეტყველის სახეზე. აი მაგრამ უბრალოდ რაში არის სხვაობა, რატო დაკარგა თუნდაც ამ ღმერთთან კავშირი, რომ ეს ტრაგიზმი აქ არ ჩანს აღდგომის სიხარული თქვა პიეტაში, ხო? და ასე შემდეგ. აი მაგალითად ერთ-ერთი ასეთი მაგალითიც კი ასწობილი, რომ ერთხელ როცა მიქელანჯელომ ერთ-ერთი ქანდაკება გააკეთა იმდენად ეს რეალური იყო, რომ უზანა რომ ხმა ამოეყო, რა თქმა უნდა, ეხლა ხანდაკება ხმას რა მოიღებდა და საკუთარი ხელით გაანადგურა ის. ანუ აქედან კარგად ჩანს თვითონ ამ ეპოქის აზროვნება, რომ რა თქმა უნდა, აი ღმერთს და ქმნის ხელოვნებას, მაგრამ ღმერთს დაშორებულს და ამის საუკეთესო მაგალითია თუ კი ჩვენ შევადარებთ ამ ქმნილებებს, რაზე ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ და ხატს. ხატიც ხო ხელოვნება, გულისხმობთ აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ხელოვნებას თავის ხადია, მაგრამ როგორ შენარჩუნდა თქვათ ხატში სულიერება, რა თქმა უნდა, მატერიალურად არ გავიტყვი, ფიზიკურად ხილვადია ხატი, ხო? ხატი არა უხილავი ხატი არ არსებობს, ხო? სწორედ ხატის ფუნქცია ეს არის, რომ უხილავი ხილულად წარადგინოს ადამიანის წინაშე, არა? ზეღმერთის განკაცებაა ხატწერი საფუძველი, ზეღმერთიდან უხილავი გახდა ხილული და როგორც ივან დამასკელი ბრძანებს, უნივთო გახდა ნივთქმილი და ამიტომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ვისა, რომ ნივთიად აგვეწერა ღმერთი და გადმოგვეცა ადამიანებს, მაგრამ ხატში თქვენ ალბათ და ჩვენი ტელემაყურებელიც გარწმუნებული ვარ დაკვირვებულია, ხატში შენარჩუნებულია სწორედ ის კავშირი, ერთი მხრივ რა თქმა უნდა არის ფიზიკურობა ხატში, მაგრამ მეორე მხრივ ეს ფიზიკურობა არ არის მიჯაჭვული მიციერებასთან. ეს არ არის მთლიანად რეალისტური ერთი მხრივ, მაგრამ მეორედ არ არის წმინდად რეალისტური. და ის ყოველთვის თქვათ ის ყოველთვის დაკავშირებულია ზესასთან, ღმერთთან. სხვათაშორის თავის ძროზე მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების დროს აიგრძალა მრგვალი ქანდაკება ქრისტიანობაში. მრგვალი იქამდე მიღებული იყო და დასავლურ სამყაროში ახლაც მიღებულია. მაგრამ რატომ აიგრძალა მრგვალი ქანდაკება? სწორედ იმიტომ, რომ მრგვალი ქანდაკება წმინდად რეალისტურს ხდის გამოსახულებას და რომ არ დაეკარგა ეს ერთი მხრივ კიდევ ერთხელ რეალისტურია, მაგრამ მეორე მხრივ ეს რეალობა რომ ზეცას უკავშირდება და ეს რეალობა რომ ღმერთმა განაღმრთო. აი ეს მომენტია აღარ. მამა გიორგი, ცოტა დრო გრჩება და რაღაცნაირად თანამედროვე ეპოქასაც რომ შევეხოთ და დღეს თქვათ როგორ არის და საერო გაგებით, არა მხოლოდ ქრისტიანული გაგებით, მშვენიერების აღქმა როგორია, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე და არაერთი მაგალითი მოიტანეთ წმინდა წერილიდან, რაც ამოწმებს იმას, რომ მშვენიერება ნიშნავს ადამიანის სულიერ მდგომარეობას და ანუ ამას უკავშირდება პირველ რიგში. მაგრამ აი დღევანდელი ადამიანი, თუნდაც თქვათ შეიძლება მრევლი იყოს, ეკლესიის წევრი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიბერეს შეებრძოლოს და უფრო მეტ აქცენტს მაინც ხორციელებაზე აკეთებს და გარეგნულ მდგომარეობაზე. ამ დროს თქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს. რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა და როგორ მიიღწევა მშვენიერება ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ქრისტიანული გაგებით. ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ისეთ აი დღიდან ადამიანის დაცემისა და დღიდან იმ დღისა, როდესაც სიკვდილი გამეფდა ადამიანი, არა მარტო ადამიანის სრულიად სამყაროზე, ადამიანის სწორედ ამისთვის იმისთვის, რომ რაღაცნაირად აი სიკვდილს თავი დააღწიოს, ან როგორც თქვენ თქვით, გაიხანგრძლივოს ცხოვრება, აი თანამედროვეობა ახსენეთ თქვენ და აი ძალიან ხშირი აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ადამიანები მიმართავენ სხვადასხვა თქვათ ხერხს, რომ თქვათ ეს ახლა ფიზიკურ ასე ვთქვათ სილამაზეზე ზრუნვა სულისულად არ არის, რა თქმა უნდა, თავის ცხადია, პირიქით ძალიან კარგია, მაგრამ
აი ერთი შემთხვევა დამისახელდა, როდესაც ადამიანმა შეძლო რომ არ მკვდარიყო ამ ქვეყნად. ანუ იცით რა არის რომ საბოლოო ჯამში სიკვდილი უდებს ანუ სიკვდილით ღმერთი უუნება სამყაროს რომ შენ ადამიანს რომ შენ რაც არ უნდა გააკეთო როგორც არ უნდა მოიქცე თუ კი ჩემთან არ იქნები შენი ცხოვრება უცვლოდ დასრულდება ანუ შენ ჩემ ხელში ხარ და თავის ძოზე აი რა უნდა გააკეთოს თქვენ ბრძანეთ უპირველეს ყოვლისა მას უნდა ახსოვდეს რომ პირველი აი თუ ჩვენი თემის ასე ვთქვათ ასპექტიდან რომ ამოვიდეთ რომ მშვენიერება უპირველეს ყოვლისა სულშია და თუ კი ადამიანი შინაგანად მშვენიერი ანუ გულისხმობ შინაგანად ღვთის მადლის მატარებელია აი პავლე მოციქული მაგალითად ამბობს თავის ეპისტოლეში რომ თქვენი სხეულები უნდა იყოს სულიწმიდის ტაძარი ანუ ჭურჭელი ტაძარი ამ შემთხვევაში ჭურჭელს ნიშნავს ჭურჭელში ანუ ჭურჭელი რატომ არის საინტერესო ჭურჭელში შეიძლება ჩაასხა როგორც სუფთა წყალი ისე თქვათ დაბინძურებული სითხე არა და ის ამბობს რომ თუ კი თქვენი ჭურჭელი სუფთა იქნება მაშინ თქვენში დაემკვიდრება მადლის სულისაწმინდისა აი თუ კი ადამიანი რა კიდევ ერთხელ რაც არ უნდა გარეგნულად თუნდაც არ იყოს თქვათ ფიზიკურად ხილვადად ლამაზი თუ კი მისი შინაგანი მდგომარეობა საღვთო სიკეთეებით არის სავსე ის ღვთის წინაშე მშვენიერია და თუმცა კიდევ ერთხელ ახლა ისე არ იყოს ეს გაგებული რომ ფიზიკურ სილამაზესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სხეულსაც ერთი პერიოდი იყო ხოლმე ამას საუბარი რომ თითქოს სხეულს ქრისტიანობა უარყოფს იყო ასეთი მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში რა თქმა უნდა იმიტომ რომ სხეულს აი როგორც უკვე გითხარით სულიწმინდის ტაძრად სახელდებს პავლე მოციქული და სხეულით ღმერთმა სხეულით შექმნა ადამიანი და ამით განასხვავა ის უსხეულო თქვათ ზეცი უძალთაგან თუნდაც და ადამიანი არ არის არასოდეს მარტო სული ის ყოველთვის არის ერთობა სხეულისა და სულისა დღეს გარდაცვლილი ადამიანები თუნდაც სამოთხეში მყოფნი არა სრულ მდგომარეობაში იმყოფებიან მაინც იმიტომ რომ მათ აკლიათ ის რაც ღმერთმა თავიდანვე შეიქმნა სხეულები მიწაშია თქვათ ხო ამიტომაც არის მეორე მოსვლა და აღდგომა უკვე აგვირგვინებს ამ ნაკვლევანებას აავსებს ამ ნაკვლევანებას და უკვე მეორე მოსვლის და აღდგომის შემდგომ ადამიანები რომელიც სამოთხეში არიან უკვე ინეტარებენ არა მარტო სულით არამედ სხეულითაც და აღდგება ის ერთობა რომელიც ღმერთმა შექმნა და ის კანონზომიერება ასე ვთქვათ რომელიც ღმერთმა დასაბამში შექმნა ადამიანის სულისა და ხორცის ერთობად. დიახ და ზომიერებაზეა ხო პირველ რიგში საუბარი რომ ვთქვათ ზომიერად მივაქციოთ სხეულს ყურადღება და რომ უმთავრესი არის სულის მშვენიერება. ეძიებდით უპირველეს აი მასხურის ტყვებით დავასრულოთ თქვენს ნებართვით ეძიებდით უპირველესად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი იგულისხმება ყოველივე მატერიალური ყოფითი სხეულებრივი ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ ანუ პირველ რიგში ამაზე იზრუნეთ უმასხური გეუბნება და ამ ყველაფერს მე მოგცემთ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს ვთქვათ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალობიძე